ეს არის ქრონიკა რვაზე ვუბრუნდებით დღის თემას და მერიაში განვითარებულ მოვლენებს ქალაქის მერი დავით ნარმანია ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. საღამოშვიდობისა ბატონ დავით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. დღეს ოპოზიცია და თქვენი ყოფილი კონკურენტი ნიკა მელია როგორც მოქალაქე ცდილობდა თქვენთან და ლამობდა თქვენთან შეხვედრას და მთავრობის ხდომაზე დასწრებებს და რატო არ მიეცით ამის შესაძლებლობა? საღამოშვიდობისა, მოგესალმებით პირველ რიგში მივესალმები ტელემაყურებლებს. დღეს ძალიან საინტერესო სცენარი დადგეს მათ თბილისის მერიის წინ, რომელსაც როგორც ჩანს, უნდათ რომ შოუს ელემენტები ქონოდა, თუმცა ვერ მიიღეს მათ ეს, ანუ არც შოუმენობა გამოუვიდათ. არ ქონიათ მათ ძალიან აქტიური მცდელობა იმასთან დაკავშირებით, რომ დასწრებოდნენ თბილისის მთავრობის ხდომას, მათ ამოძრავებდათ ერთი რამ, რომ იდგნენ და ითხოვდნენ, ეკი რა უნდა ეკნათ. მათ ამოძრავებდათ მხოლოდ ერთი მიზანი, რომ აერიათ სიტუაციისთვის და ამას ვერ მიაღწიეს. აბესაძეს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ დასწრებოდა თბილისის მთავრობის ხდომას, ვინაიდან ის თბილისის საკრებულოს წევრია და საკრებულოს წევრს აქვს ამის შესაძლებლობა. დღის წესრიგი მას განემარტა და ეთხოვა ის თუ რომელ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა მას ინტერესი, რომ შესაბამისად ამ საკითხის დასწრებას, ამ საკითხის განხილვას დასწრებოდა, ან თქვა დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია და ჰქონდა მას სურვილი, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა. რაც შეეხება მოქალაქე მელიას, ჩვენ გვაქვს მოქალაქეთა მიღების შესაბამისი წესი და ამ წესის შესაბამისად მას შეუძლია გააკეთოს განაცხადი და მოვიდეს მიღებაზე მერიასთან, მაგრამ არა ისე თავისუფლად მთავრობის ხდომაზე, როგორც მას ეს სურდა. ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და ყველაფერს აქვს თავისი წესი. როცა რაღაცას ვაპროტესტებს, ესეთ შემთხვევაში შეიძლება, რა თქმა უნდა, მოსაზრება გამოვთქვათ და გავაპროტესტოთ, მაგრამ არა მთავრობის ხდომაზე, როგორც ესე ვთქვათ. კი ბატონო, კარგი. მთავრობის ხდომის ჩაშლის მიზნით და ასევე ერთ საკითხს დავძენდი. მათ ძირითადად რაც საინტერესებდათ, ეს იყო საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე მარგიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხი. განგვიმარტოთ, რა ხდება ამ საატესტაციო კონკურსთან დაკავშირებით? ჩვენ საკონკურსო საატესტაციო კომისიას შევქმნით და ამ კომისიის ხელმძღვანელად თბილისის საკრებულომ დაამტკიცა ჩემი პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი. ჯერ ერთი მე ვენდე მას და გამოუცხადე ნდობა და წარვადგინე თბილისის საკრებულოზე როგორც საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. შემდგომ უკვე თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ ეს მოიწონა და დაამტკიცა აღნიშნული კანდიდატურა. ამიტომ ესეთი ფორმით და ასე ვთქვათ მათი მხრიდან უნდობლობის გამოცხადება იმ ადამიანთან დაკავშირებით, რომელსაც საკრებულო ნდობა გამოუცხადა, ცოტა არ იყოს ღიმილის მომგვრელია. მეორე ჩვენ აბსოლუტურად ზუსტად მივყვებით იმ წესებს და პროცედურებს, რომელიც ჯერ დაადგინა საქართველოს პარლამენტმა, შემდეგ საქართველოს მთავრობამ, ჯერ დაგეგმილი გვაქვს ატესტაცია, ხოლო შემდეგ დაგეგმილი გვაქვს კონკურსი. ამ ყველაფერს ღიად, საჯაროდ და გამჭვირვალედ განვახორციელებთ. ატესტაციის პირველი ეტაპი, ანუ ტესტირება ჩატარდება გამოცდების ეროვნული ცენტრის მეშვეობით, ისევე როგორც კონკურსის დროს პირველი ეტაპი, ანუ ტესტირება ჩატარდება გამოცდების ეროვნულ ცენტრში, იქნება მეორე ეტაპი ორივე შემთხვევაში. კომისიაში იქნებიან წევრებად მოწვეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასე რომ პროცესი ძალიან ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს. მათ ჰქონდათ პრეტენზია. ბატონ დავით, ვის შეეხება ატესტაცია, ვინ გაივლის ამ ატესტაციის შემდეგ კონკურს? ანუ აქ გამოითქვა მოსაზრება, რომ ძველი თანამშრომლების მისამართით გარკვეულწილად კანონდარღვევით მიმდინარეობს პროცესი. ეს ატესტაცია შეეხება ყველას, მათ შორის ძველ თანამშრომლებსაც და ახლებსაც? თუ ვინმეს ეჭვიეპარება იმაში, რომ პროცედურები მიმდინარეობს კანონის დარღვევით, მათ აქვს სრული უფლება ეს გაასაჩივრონ სასამართლოში და თუ სასამართლო რაიმე სახის გადაწყვეტილებას მივიღებს, ჩვენ მას აუცილებლად დავექვემდებარებით და დავემორჩილებით განსხვავებით წინა ხელისუფლებისაგან, რომელბაც კონკურსები ერთი ხელისმოსვლით ძალიან სწრაფად ისე ჩაატარა, რომ არც ღიაობა და არც გამჭვირვალობა იყო უზრუნველყოფილი. მათი მმართველობის პირობებში არასდროს მთავრობის ხდომა ღია და გამჭვირვალე და თავისუფალი არ ყოფილა. მათ დროს იზღუდებოდა საჯარო ინფორმაციის გაცემა და ასე შემდეგ. ახლა ესეთი კატეგორიის ადამიანები, როცა მოდიან თბილისის მერიასთან და რაღაცა სცენებს დგამენ, მინდა ვთქვა, რომ ამას ჩვენ ვერ დაუშვებ და არ დაუშვებ. კი ბატონო, მოდი დავანებოთ ნაციონალურ მოძრაობას. მოქალაქეებს უთხრათ, ვის შეეხება გასაკეთებელი და აქედან გამომდინარე მივყვებით ძალიან სწორად პროცესს. რაც შეეხება
იმას თუ ვის ეხება ატესტაცია. ატესტაცია ეხებათ იმ თანამშრომლებს, ეს არის დაახლოებით 800-მდე ადამიანი თბილისის მერიის სისტემაში, რომლებიც დანიშნულნი არიან, ხოლო ადამიანები, რომლებიც არიან დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული, ისინი შემდგომ დაექვემდებარებიან კონკურსს, ისევე როგორც კონკურსზე საშუალება ექნება გარედან შემოიტანოს ნებისმიერმა. ანუ იმ 8 თანამშრომელში არ აქვს მნიშვნელობა ეს ძველი თანამშრომელია თუ თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოვალეობას შეუძლია. ჩვენ არანაირად არ ვარჩევთ თანამშრომლებს ვინ ვის პერიოდში მოვიდა 95% კიდევ მეტი. ხო, მაგრამ ოპოზიციას აქვს პრეტენზია, რომ 200 ადამიანი უკვე გაათავისუფლეს მუნიციპალური სამსახურებიდან. ძალიან გთხოვთ იქნებ მათ სადაც როცა კითხვას ვისვამთ, რომ სრულად გაგცეთ პასუხი ესეთ შემთხვევაში ძალიან ძნელია აზრი ჩამოვაყალიბოთ თავიდან ბოლომდე. 95% ადამიანებისა, რომლებიც ჩვენ აქ დახვდა, დღემდე მუშაობს და ასრულებენ მადამი დაკისრებულ მოვალეობას. ზოგი ავად, ზოგი კარგად, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ეფექტიანობა გაიზარდოს თბილისის მერიის და ეფექტიანობის გაზრდის ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის კადრების განახლება და უკეთესი კადრების მიღება. ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი ამოცანა. მეორე ამოცანა ის რომ ვინმეს ეჭვი არ შეეპაროს, ამაში ღიაობის და გამჭვირვალობის ინსტრუმენტია და ამას აუცილებლად დავიცავ და თუ ვინმეს მაინც შეეპარება ეჭვი ამასთან დაკავშირებით, ან გაუჩნდება ვარაუდი საფუძვლიანი იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე დაირღვა, მათ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენთვის შესასრულებლად სავალდებულო იქნება. კიდევ ერთ თემა შევახოთ, ეს არის სახელმწიფო დანამატთან დაკავშირებით თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ გვახსოვს თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება და ანონსებული კამრების შემოჭერასთან დაკავშირებით. ცოტა გაუგებარი გახდა, როდესაც თქვენვე განაცხადეთ კამრების შემოჭერის პოლიტიკის შესახებ და უცებ ვიგებთ, რომ სახელმწიფო დანამატები იქნება განსაზღვრული ცალკეული პირებისთვის. უფრო კონკრეტულად გითხარით, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? მე კამრების შემოჭერის პოლიტიკა დავაანონსე და შემოვიჭერეთ კიდევაც კამრები. ჩვენ დავზოგეთ 600,000 ლარზე მეტი ავტომანქანების შენახვის და დაზღვევის ხარჯებში, საწვავის ხარჯებში და სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებში. ამიტომ ეს ნამდვილად გავაკეთეთ. ამას არსებითი, ესე ვთქვათ, კავშირი არ აქვს შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ნაწილში. შრომის ანაზღაურების თაობაზე განკარგულებით ასევე არსებითად არაფერი შეგვიცვლია. ანუ ადამიანები, რომლებიც იღებდნენ დანამატებს, ეს ადამიანები მიიღებენ წლის ბოლომდე დანამატებს. ეს არის წლის ბოლომდე დროებითი რეგულაცია და აქვე გავეცი მე მაშინვე განკარგულება იმასთან დაკავშირებით, რომ მოვამზადოთ ახალი წესი და ახალი საბიუჯეტო წლის დასაწყისიდანვე ახალი წესით მოხდეს შრომის ანაზღაურების და დანამატების დარეგულირება. მაშინ თქვენ რატომ არიღებთ უკვე მაღალ პასუხისმგებლობაზე საუბრობთ? ძალიან გთხოვთ დამაცადეთ თუ შეიძლება. აქვე დავძენ იმას, რომ ჩვენ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით პრემიებს და განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირებზე პრემიებს არ ვარიგებთ. მოიკითხეთ, აბა რამდენი აქვთ გაცემული ჩვენ წინამორბედებს, იგივე მერის მოადგილეებს, სამსახურის ხელმძღვანელებს პრემიები აღებული, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს თბილისის მერიის წინ იდგნენ და აპროტესტებდნენ ალექსანდრე მარგიშვილის კანდიდატურას, რამდენი აქვთ ხელფასზე დანამატები და პრემიები აღებული. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, მაგრამ კვალიფიციურ ადამიანებს სათანადო შრომის ანაზღაურება ჭირდებათ, მაგრამ ჯამში ხელფასი პლუს ასე ვთქვათ დანამატი მაინც იმაზე ნაკლებია, ვიდრე ამ კვალიფიკაციის ადამიანები კერძო თუ სხვა სექტორებში შრომის ბაზარზე იღებენ. ასე რომ ჩვენ აქ რაიმე დამატებითი ვალდებულება ისედაც შეჭირვებული ბიუჯეტისთვის არ დაგვიკისრებია და მე მინდა რომ სწორი ინფორმაცია მივაწვევთ საზოგადოებას. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მონაწილეობდით გადაცემაში. დავით ნარმანია გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.